გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა საუბრობენ თქვენზე. ქალები, კაცები, ნათესავები, ის სოციუმი, რომელშიც თქვენ გიწევთ ყოველდღიურად ყოფნა. და არა მხოლოდ. რა გინდა მარკო? ზოგჯერ შეიძლება მოულოდნელად შემოვარდეს კადრში, ასე ვთქვათ, და არ გაგიკვირდეთ კატა. კარგით, ვნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შანსს არასოდეს უშვებთ ხელიდან, ყოველთვის იყენებთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ შიშები, ზოგჯერ შეიძლება აუხსნელი იყოს ეს შიში, რატო გაქვთ, საიდან მოდის და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაინც მიწევთ წინ, მაინც ასე ვთქვათ, ხართ მიზანდასახული ადამიანი, რომელიც არის უშიშარი, თამამი, შიშების მიუხედავად, ესე იგი, უშიშარს გულისხმობ გადაწყვეტილების მიღებაში, საქმეში, როცა საქმეში ხართ ჩართული, რაღაც ასე ვთქვათ, მოქმედებებში, მაგ დროს თქვენ ივიწყებთ შიშს და არაფრის არ გეშინიათ. და ასევე თქვენ ამ მომენტში რაღაცას ელოდებით. ეს შესაძლებელია იყოს ფინანსები, დიდი ალბათობით, რასაც ელოდებით. ანუ ელოდებით იმას, რაც თქვენ დაიმსახურეთ. მე პირველი აზრად თავში მომდის ფინანსები, სავარაუდოდ ეს არის. კარგით, ვინც ამოიცანეთ თქვენი თავი, ცოტა დიდი სიგნიფიკაცია გამომივიდა, განაგრძეთ ნახვა. ვინც სრულიად სხვა ადამიანი ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვისთანაც დაემთხვა განვაგრძოთ მათთვის. ნახოთ პირველ რიგში, რას ამბობენ თქვენზე ქალები. ვინც არ უნდა იყვნენ ეს ქალები, რას ამბობენ თქვენს შესახებ. ესე იგი, თქვენზე ამბობენ, რომ თქვენ გაქვთ კარგი გონება, მაღალი ინტელექტი, თქვენ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება, თქვენ ასევე ადვილად შეგიძლიათ წასვლა იმ ადგილისგან, რამაც უკვე ამოწურა, ასე ვთქვათ, მისი თავი და რაც უკვე განვითარებას, ასე ვთქვათ, აღარ ექვემდებარება. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ირჩევთ თქვენ თავს, თქვენ აფასებთ თქვენ თავს და თქვენ გიყვართ თქვენი თავი. ესენი გხედავენ აი ასე. ცხრიანი თასი. ქალი, რომელიც აფასებს პირველ რიგში საკუთარ თავს. და ეს ძვირფასება არ არის ნარცისიზმი. ეს არის ჯანსაღი ნარცისიზმი, დავარქვათ ამას. რადგან ნარცისის კარტია, იმიტომ ვახსენე ეს სიტყვა. კარგით, ასე გხედავენ თქვენ ქალები და ვნახოთ როგორ გხედავენ კაცები. არა, ჯერ ვნახოთ რა საუბრობენ თქვენზე ქალები. რა საუბრობენ თქვენ ზურგს უკან. თქვენ ხართ სტრესში, თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, თქვენ გეშინიათ ნაბიჯის გადადგმა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ირჩევთ უმოქმედობას, ზოგჯერ სიმარტოვეს იმისათვის, რათა შემდეგ არ გიღალატონ, იმისათვის, რათა შემდეგ არ დაეცეთ, არ გატკინონ გული. ამიტომ ირჩევთ რაღაც თქვენთვის ყოფნას და ეს შეიძლება ითქვას ხალხი ზურგს უკან ამბობს იმას, რომ ესე იგი, რადგან თქვენ ამას ფიქრობთ, ესე იგი, ბევრჯერ განგიცდიათ ასეთი რაღაც ცხოვრებაში, მათი აზრით. კიდევ ფიქრობენ, რომ თქვენ რეპუტაციის ასაშენებლად, ასე ვთქვათ, სტატუსისთვის, იმისათვის, რათა იყოთ თავდაჯერებული და გქონდეთ ადეკვატური თვითშეფასება, არ გესაჭიროებათ ვინმეს დასტური, რომ ვიღაცამ დაგედასტუროს. დაუშვათ, ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს უფრო თავდაჯერებულად, როდესაც არის ქორწინებაში და მას ყავს ისეთი მეუღლე, რომელსაც ხალხი პატივს ცემს. მაშინ ეს ადამიანი უფრო თავდაჯერებულია. თქვენ ასეთი არ ხართ ძვირფასებო. ანუ თქვენ არ გესაჭიროებათ მეორე ადამიანი იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ
ასე ვთქვათ, ღირსეულად, რომ თავი იგრძნოთ საზოგადოების წევრად. თქვენ თავს გრძნობთ, რომ თქვენ ხართ ნიმუში სხვებისთვის. ასე საუბრობენ თქვენ ზურგს უკან, ისინი ამბობენ, რომ თქვენ ხართ ამაყი, თქვენ გაქვთ დიდი თვით შეფასება, იმათი აზრით, რეალურად ეს კარტი ასახავს ადეკვატურ თვით შეფასებას. იმათი აზრით, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი წარმოდგენა თქვენს თავზე და ამავე დროს თქვენ გაქვთ შიშები. კიდე რა საუბრობენ ქალები თქვენ? თქვენ ხართ წარენის პატრონი, შეიძლება ითქვას, ან ადამიანი, რომელიც არ ერიდება პასუხის გაცემას პირდაპირ. ანუ თქვენ ხართ პირდაპირი ადამიანი. კიდე ასევე რისკიანი ხართ, შეგიძლიათ გარისკვა ადვილად. შეგიძლიათ სასწორზე დადოთ რაღაცა და გარისკოთ ადვილად. და ასევე ვიღაცა არის თქვენ ცხოვრებაში, მამაკაცი, ვინც თქვენ ფინანსურად გეხმარებათ შეიძლება, ან ეს მამაკაცი ზურგს უკან რადგან საუბრობენ, შეიძლება თქვენ გყავთ ვინმე მამაკაცი, ვინც ფინანსურად მყარად დგას ფეხზე, დაუშვათ აი ესეთი. კარგით, ვნახოთ კაცები რა საუბრობენ თქვენზე. საუბრობენ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომლის შეყვარება არის ძალიან ადვილი, ანუ ადვილია, რომ თქვენ შეგიყვაროს, ასე ვთქვათ, ადამიანმა, თუმცა ამის მიღმა ერთი შეხედვით, რომ ჩახართ კომუნიკაბელური, რბილი, სასიამოვნო, ემპატი, ამის მიღმა იმალება თქვენი ხასიათი. თქვენი ხასიათი, რომელიც არის მესაკუთრე, თქვენი ხასიათი, რომელიც არის დამღლელი და თქვენ ზოგჯერ შეტევაზე გადმოდიხართ. ეს იმალება თქვენი ხასიათი, თქვენი, ვიზუალის, ასე ვთქვათ, უკან. თქვენ ხართ ჯიუტი, ხისტი, პრინციპული ადამიანი, თუმცა ამავე დროს ძალიან სასიამოვნო და მათრობელა, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. მათრობელა როგორც სასმელი, ალკოჰოლი. კარგით, კაცები ზურგს უკანას ამბობენ თქვენზე. რაიმე ისეც თუ ამბობენ, რაც თქვენ არეთ. არაფერს ვერ ფასებო ისეც. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმარჯვებთ ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ასევე თქვენს გვერდით თუ ვინმე არის, იმასაც სწორ გზაზე მიყვებით, ასე ვთქვათ, მართავთ იმისათვის მიმართულებას აძლევთ, რათა ის ადამიანი იყოს სწორ გზაზე და იყოს, ასე ვთქვათ, მიაღწიოს წარმატებებს. თქვენ რაღაც სხვა ქვეყანას გაჰყურებთ კაცების აზრით, ესე იგი, მხოლოდ აქ არ არის, სადაც იმყოფებით, ანუ რომელ ქვეყანაშიც იმყოფებით, მხოლოდ მანდ არ არის თქვენი, ასე ვთქვათ, აზრები ორიენტირებული. თქვენ რაღაც სხვა ქვეყანას გაჰყურებთ, რატო? რადგან მიჯაჭვული ხართ შეიძლება ენერგეტიკულად ვინმესე. ან ილუზიებში ხართ ვინმესთან დაკავშირებით. დიახ, კაცები საუბრობენ, რომ რაღაც ფარული არის თქვენში, ესე იგი, თქვენი, მოდი ასე ვთქვათ, ოღონდ დავაყოლებ ესე, რომ კარგი გაგებით. თქვენი რეპუტაცია ცოტა საეჭვოა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცებს თქვენ მალავთ, ბევრ რამეზე თქვენ არ საუბრობთ და თქვენ ხართ ადამიანი, რომელშიც ჩანს დიდი ენერგია, დიდი პოტენციალი და ეს მათი აზრით არის საეჭვო. ასე საუბრობენ თქვენზე მამაკაცები. ეს ფილტრი ძალიან მალამაზებს, ვერ ფასებო, გთხოვთ არ დამიწეროთ რა ლამაზი ხარ და ასე შემდეგ. ეს არის ფილტრი. კარგით. ვნახოთ ნათესავები რას ამბობენ თქვენზე. ნათესავები საუბრობენ ძვირფასებო, რომ თქვენში არის უდიდესი პოტენციალი, უდიდესი ენერგია, თუმცა თქვენ რაღაც გული გაქვთ ნატკენი, იმედი გაქვთ გაცრუებული რაღაცაზე და ახშობთ თითქოს თქვენს ენერგიას ამ ეტაპზე. თუმცა ნათესავები ასევე ამას ამბობენ, რომ თქვენ სავარაუდოდ ახლა გეგმავთ მომავალს, რა როგორ გააკეთოთ და ყველაფერი წავა ზუსტად
თქვენი გეგმის მიხედვით ისინი ამას საუბრობენ ძვირფასებო. შევხვდებით.